მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რამდენიმე დღეა თვალს ვადებნევ სოციალურ ქსელებში აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და ვერ მოვითმინე რომ არ ჩამეწერა ერთი ვიდეო და ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ დამიფიქსირებინა. ჯერ მოდი დავიწყოთ ყველაფერი იქიდან რომ აი ვაჟბატონმა რო განაცხადა ბიზნესმა ვინმე არ ველაწემ. მე ბიზნესის წარმომადგენელი ვარო და მომინდება შევიდან, მომინდება არ შევიდანო. ვისი რა საქმეა, ხო არ მეჩუქნიაო ბოლო-ბოლო. ფული გადამეხადესო და ფული გავაკეთეო რა ერთი სიტყვით. რუსეთში არის საწვავის მწვავე დეფიციტი. და აფხაზეთში საიდან შედიოდა საწვავი? რუსეთიდან, ხო? და შემოაკლდათ ეხა და იმის ნაცვლად რომ აგრძნობინონ და იგრძნონ მთელი სიმწვავე იმ ხრუტუნებზე დამოკიდებულების და შეეხოთ ის ყველა ეკონომიკური, ასე ვთქვათ, წნეხი, რაც მოყვება იმ საწვავის დეფიციტს და აქეთ მოგთხოვონ დახმარება, ამის ნაცვლად გადგნენ და მიართვეს საწვავი აფსუებს. ეხლა ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. როცა ვსაუბრობთ აფხაზეთზე და აფხაზებზე, აქ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ერთ ძალიან მნიშვნელოვან და რუსების მიერ საკმაოდ მზაკრულად შემოგდებულ დამალულ ჭეშმარიტებას. აფხაზი და აფსუა ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი. პრობლემა ჩვენ ძირითადად გვაქვს აფსუებთან, რომლებიც რა თქმა უნდა არ არიან ქართველები. ისინი ცხოვრობდნენ მთიან რეგიონში, აფხაზეთიდან ზემო ჩრდილოეთისკენ დაახლოებით ესე 80-100 კილომეტრის დაშორებით. ვინც იცის ცოტათი მაინც აფსუათა ენა, მან კარგად იციან რომ ამ ადამიანებს, ამ ხალხს საერთოდ სიტყვა ზღვაც კი არ ჰქონდათ ლექსიკაში. და ის ამორე, რასაც იძახიან ყველა სიტყვას, რომ ასამატებენ იმ ბარბარიზმებს, თუ საიდან არის და რომელი ენიდან არის შემოსული, რუსული მცოდნეები კარგად მიხვდებით. ანუ თუ ეს ხალხი ცხოვრობდა ზღვის პირას მთელი საუკუნეების განმავლობაში, საიდან აღმოჩნდა მათ ლექსიკაში ამორე და არანაირი აფსნური წარმოშობის სიტყვა მსგავსი არ არსებობს. ჩვენ სიმართლე ყველამ კარგად ვიცით, არც ერთ ისტორიულ წყაროში აფსუათა ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის დადასტურებული მე-17 საუკუნემდე. იქ ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველები, ანუ აფხაზები, აფხა-ლაზი, ანუ გვერდის ლაზი. მეგრელისთვის აფხაზი იყო გვერდით მცხოვრები ლაზი და სიტყვა აფხაზი აქედან არის წარმოშობილი. ამაზე არსებობს სხვაგვარი ახსნაც, თუ რას ნიშნავს აფხაზი და აფხაზეთი, მაგრამ მოდი ამაზე ხარ არ დავწვრილმანდები. ერთი რამის თქვა მინდა რომ დაწყებული არქანჯელო ლამბერტიდან სხვა ისტორიულ წყაროებსაც რომ დავეყრდნოთ, აფსუათა ყოფნა არ დასტურდება აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნემდე. რაც არქეოლოგიური, ასე ვთქვათ, არტეფაქტებია აღმოჩენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, 100%-ით ეკუთვნის ქართულ კოლხურ კულტურას. არანაირი აფსუათა კვალი არ არის აღმოჩენილი, ისევე როგორც თუნდაც ბოლო საუკუნეების არქიტექტურა და თუნდაც ძველი არქიტექტურა, რაც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი, იქ არანაირი აფსუათა კვალი არსად არ ფიქსირდება. ესენი მე-17 საუკუნეში ჩამოასახლა შერვაშიძემ, იმიტომ რომ სამეგრელოსთან აგებდა ომს და დაასახლა იგუდაუთაში და იყენებდა სამეგრელოსთან ომისთვის. ამის შემდეგ ადგილობრივი
ეთნიკურად ქართველი აფხაზები, რომელთა უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა რა თქმა უნდა მეგრული გვარები, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 100% არ იყო მეგრული გვარის მატარებლები, იყვნენ ესე იგი არამეგრული ქართული გვარის მქონე აფხაზებიც, შერვაშიძე გასაგებია, ხო? წერეთლებიც კი იყვნენ აფხაზები. მაგრამ უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა იყო მეგრული გვარის მქონე ეთნიკურად ქართველები, აფხაზები და ისინი შემდეგ გაითქვიფნენ ფაქტობრივად იმ აფსუებში, იმ ჩამოსახლებულ აფსუებში, რომლებიც გუდაუთის ტერიტორიაზე დაასახლა მაშინ შერვაშიძემ და ყველაზე ცუდი რაც მოხდა იყო ის, რომ მათ ესე იგი მოახდინეს ასოცირება და შერწყმა თავიანთი ეთნიკურობის. ანუ სიტყვა აფხაზის ქვეშ ერთიანდებოდა ადგილობრივი ძირძველი აფხაზი ქართველი, ეთნიკურად ქართველი და ის ჩამოსული არაეთნიკურად ქართველი აფსუა. ეხლა დღევანდელი აფხაზები ეს არის ფაქტობრივად შერეული აფსუებისა და იმ ეთნიკური აფხაზების ნაზავი. სხვადასხვა საბჭოთა იმპერიაში არ არსებობდა ესეთი ეთნიკური ჯგუფი აფსუა. არსებობდა მხოლოდ აფხაზი და მაშინ, როდესაც პასპორტი ჯერ კიდევ იწერებოდა ეროვნება, აფსუასად და აფხაზს ორთავეს წერდნენ აფხაზად. აფსუებმა მშვენივრად იციან, რომ ის მეგრული გვარის მქონე აფხაზები არ არიან მათი ეთნიკური წარმომავლობის და ძალიან ხშირად ცდილობენ კიდევაც, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ დანიშნონ მეგრული გვარის მქონე ან თუნდაც ეგრეთ წოდებული რუსულ ენაზე ვიტყვი პოლუკროვკები, ვისაც ეთნიკურად ქართველი ყავს ან დედა ან მამა და მეორე მშობელი არის აფსუა. აი მათაც კი აღარ ენდობიან. იმდენად ესე იგი ღრმად დააქვთ გამჯდარი ქართველების სიძულვილი და ცდილობენ, რომ სუფთა სისხლის აფსუა მოვიდეს ნებისმიერ, ასე ვთქვათ, საკვანძო თანამდებობაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. იყო გამონაკლისებიც, რა თქმა უნდა, როცა მეგრული გვარის მქონე აფხაზებიც ინიშნებოდნენ, მაგრამ ეს აფხაზები ისე არიან ეხლა ქართველები, როგორც მე მარსელი. იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად დაივიწყეს ისტორია, რაღაც სისულელეებს უსმენენ და ფაქტობრივად ეს ხალხი არის გააფსუებული, ესე იგი სისხლშეცვლილი ქართველები, რომლებიც თვლიან, რომ თვითონ არიან არაქართველები და ჩვენი მოსისხლე-მტრები. საიდან წარმოიშვა საერთოდ აფსუათა და აფხაზთა სიზღი ქართველთა მიმართ? როდესაც ის უბედურება, რასაც საქართველოს ერთიანი საქართველოს დაშლა ქვია, დაიწყო, რა თქმა უნდა, აფხაზეთი ცალკე სამთავროდ წავიდა და მას შემდეგ მათ არ ქონიათ, როდესაც აფსუები ჩამოასახლა შერვაშიძემ, ამ აფსუებს გარდა მე-20 საუკუნისა მათ საქართველებთან არ უცხოვრიათ ერთიან სახელმწიფოში. ამიტომ ყოველთვის მათ ჰქონდათ ესეთი სეპარატისტული მისწრაფებები. ეს მისწრაფებები არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, 90-იანების, არც 80-იანების პერიოდში, ჯერ კიდევ აბსური ელიტა უпроსწორედ რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში იმ მოთხოვნით, რომ აფხაზეთი გამოყოფილიყო მაშინ საქართველოსთან. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ ის არ უნდა ყოფილიყო საბჭოთა საქართველოს შემადგენელი ნაწილი. აი მაშინ გაუჩალიჩა ზუსტად ბერიამ, რომ ეს საკითხიო, ესე რომ რამდენიმე კაცის გადასაწყვეტი არ არისო, ხელმოწერები მოაგროვეთო, ვინ არისო ამის მომხრეო, თქვენშიო, აფსუებშიო, რომ ესე იგი აფხაზეთი გამოეყოსო საქართველოსო და დაფიქსირდეს როგორც ცალკე ასე ვთქვათ, ცალკე ერთეული, ტერიტორიული ერთეული და მაშინ ამათ იმდენი ტვინიც არ აქვს, ერთს მიხვდნენ ბერიას ეშმაკობას, მოაგროვეს მთელი აფსუების
ესე იგი ხელმოწერები, ვინც ხარს უჭერდა მაშინ აფხაზეთის ცალკე გამოყოფას და ჩაიტანეს კრემლში და მე ამ სიაში შესული ხალხი თუ როგორ გადაასახლა პერიამ თურქეთში ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. ამან რა თქმა უნდა ეს ზიზღი კიდევ უფრო გაზარდა. პერი აბსოლუტურად სწორად მოიქცა იმ პერიოდში, იმიტომ რომ ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ მათ უამრავი პრივილეგია ჰქონდათ, მეორე მსოფლიო ომში არ წაუყვანიათ როგორც ცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლები, ისინი ფაქტობრივად არ იბრძოდნენ თუ ვიღაცა საკუთარი სურვილით არ წავიდოდა ომში, გაწევა მათ არ ეხებოდათ. შემდეგ უკვე მშვიდობიან პერიოდში მათ ფაქტობრივად აბსოლუტური პრივილეგია ჰქონდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყველა ასე იგი საკვანძო თანამდებობაზე ინიშნებოდა აფსუა და მოადგილე უნდა ყოფილიყო ქართველი. ქვეშევრდომი ანუ ერთი სიტყვით, თუ კი სახელმწიფო პროგრამები არსებობდა იგივე ბინების გადაცემის, დამსახურების სტაჟის მიხედვით, როცა აძლევდნენ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თუ ერთნაირი სტაჟი ჰქონდა ქართველსა და აფსუას, პირველ რიგში აფსუას აძლევდნენ, რა თქმა უნდა, ბინას, მოკლედ და უამრავი ბენეფიტი ჰქონდა ამ ხალხს, მაგრამ არა რა, ვერანაირად ვერ დაწყნარდნენ, აიტეხეს რომ ესე იგი ჩვენ უნდა გამოგვიყონ და უნდა დაარსონ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო ახლა. რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზეა საუბარი, რომელსაც საკუთარი ვალუტა აღარ გააჩნია, საკუთარი დამწერლობა აღარ გააჩნია, საკუთარი საზღვარი და მესაზღვრეები არ აყავს, საკუთარი პოლიტიკა აღარ გააჩნია და აბსოლუტურად იმართება ჩრდილოეთიდან. ახლა ამათ რომ გითხო, ახლა დამოუკიდებლები არიან თავიანთ ჭკუაში, მაგრამ რუსეთის რა თქმა უნდა მთავარი მიზანია რომ სეპარატისტული რეგიონებით ივაჭროს საქართველოსთან და ეს ყოველთვის კონდეს ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტად. და არც რა თქმა უნდა ორი რეგიონის ჩვენი სამაჩაბლოსი და აფხაზეთის მიერთებაზე იტყვის უარს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა აქვთ თვითონ მიწები და რა თქმა უნდა რაც მეტი მიწა მით უკეთესი რუსებისთვის. ეს ხო ძალიან მცირე მიწის მქონე ქვეყანა ამ უშველებელ დუნიაზე. ხო და ამ ყველაფრის ფონზე ჩემო კარგებო, ქართველი ვინმე არ ველაძე აგზავნის საწვავს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაშინ როცა ეს ხალხი აფსუები ვერ ღებულობენ საწვავს რუსებისგან, იქმნება მწვავე კრიზისი, უინევლინება გადამრჩენელად ქართული მთავრობა. თუ შეიძლება საერთოდ ქართული ეწოდოს. არანაირი გარანტია იმისა არ არსებობს, რომ ეს საწვავი იქ ადგილობრივ მოსახლეობას მოყვარდება. ალბათ, რა თქმა უნდა, საზღვარზე დგას FSB და ისინი არავის არ გადაატარებენ იქ მათი ნებართვის გარეშე და თუ გადაატარებენ, რა თქმა უნდა, რაღაც სარგებლოსაც მიიღებენ. შეიძლება მათი რუსების მოთხოვნა იყო, რომ ამ საწვავის დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს ადგილობრივ რუსულ ბაზებს და რაღაცა ნაწილი შეიძლება მიუგდონ აფსუებს შემდეგ. ან კიდევ უფრო უარესი მთელი ეს გადასული საწვავი მოხმარდება მთლიანად რუსულ ჯარს და რუსულ ბაზებს. რაც კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა ჩვენთვის. და საქმე იმაშია, რომ არავინ მადლობელი იქიდან არ არის. აქ ხო გვეუბნებიან, რომ თურმე ესე იგი ამით ურთიერთობებს ალაგებენ აფხაზებთან, აფსუებთან უფრო სწორედ და ესე იგი რაც უფრო მსგავს ესე იგი აქციებს შევატარებთ, ამით უფრო დათბება ჩვენი ურთიერთობები, რაც არის აბსოლუტური სიგიჟე, იმიტომ რომ იმდენად დიდია აფსუებში სიზღი ქართველების მიმართ, რომ ვერც საწვავით და ვერც ვერანაირი ასე ვთქვათ, თუნდაც ჰუმანიტარული აქციებით ეს ყინულის ლოდი ჩვენ შორის არ დადნება. ეს არის აქსიომა და ეს ყველამ უნდა შეიქმნოს. და ამათმაც ეს მშვენივრად იციან, უბრალოდ ეხლა ვითომ თავიანთ ჭკუაში ჩვენ გვაბოლებენ ეხლა ხალხს, რომ თითქოს და რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდეს აფსუებს. იქ რო ნახოთ რა კომენტარები იწერება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამხელა ზიზღია ამ ყველაფერში. მათ კომენტარებში ქართველების მიმართ და რა თქმა უნდა უმადურობა და არანაირი მადლობას იქიდან არავინ არ იწახის. მე პირადად არასოდეს არ მესმოდა ერთი რამე, რომ ის რომ
ენგურხესის სამართავი პუნქტი მოთავსებულია აბსურების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე და თვითონ წყალსაცავი არის ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე. რატო არ ვეცადეთ, აგერ 4 დეკადა გავიდეს ომიდან, რატო არ ვეცადეთ ალტერნატიული მართვის პუნქტის აშენებას ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე. ეს იყო, ფიქრობ, აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და გაფანტული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და ბერკეტი 40%-ს რო ვაწვდით ენგურხესის ელექტროენერგიას სრულიად უფასოდ მთელს აფხაზეთს, ხომ მიგვაჩნია ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორია. ის ხალხიც ხომ მიგვაჩნია ჩვენს ყოფთვლით, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. თუ საქართველოს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე ჩვენ ვიხდით კონკრეტულ ტარიფს, ხო, ელექტროენერგიისათვის. იქით რატო არ უნდა გადაიხადოს არავინ? მაგრამ არანაირი მექანიზმი საქართველოს არც ერთმა მთავრობამ არასოდეს არ დაიტოვა თავისთვის, რომ ისინი აიძულოს, რომ გადაიხადონ კონკრეტული თანხა. და კოლოსალურ კილოვატებზე და კი არა და გიგავატებზეა საუბარი, ხო? წელიწადში ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი და ეს დენი სხვათა შორის არ ხმარდება მხოლოდ აფხაზეთს და გადის მერე რუსეთის ტერიტორიაზე. რატომ უნდა ვაძლევდეთ ვიღაცას უფასოდ? თუ ვინმე ამ საკითხში კარგად ერკვევით, ეხლა მე ტექნიკურ საკითხებში ძალიან ღრმად ჩახედული არა ვარ, მაგრამ ის მართვის პუნქტი, რაც აბსურების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მდებარეობს, ხო, ენგურხესის. შეიძლებოდა თუ არა მსგავსის აშენება ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე და შემდეგ ის გადმოგვიერთებინა ის აფხაზური ხაზები, რომელიც მიდიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩვენ ხელთ იქნებოდა აბსოლუტური ბერკეტი, როცა მოგვინდებოდა მივცემდით ელექტროენერგიას, როცა მოგვინდებოდა არ მივცემდით და ვერც ვერავინ ვერ მოარაგებდა. იქ კრასნოდარის მხრიდან თვითონ არ ყოფნით ელექტროენერგია, აბსურებისთვის რა უნდა მიეცათ მაგათ. ეს დამატებითი ბერკეტი იქნებოდა კიდევ ერთი ჩვენს ხელში. ჩვენ სამწუხაროდ მე არ მგონია, რომ რაიმე სახის დათბობას ურთიერთობების მივაღწევთ ჰუმანიტარული თუ რაიმე ესეთი აქციებით აბსურებთან მიმართებაში. ეს არ მოხდება. იმდენად დიდია დაღვრილი სისხლი, ჩადენილი დანაშაულები და საბირწონედ იმდენი რამე დევს სასწორზე, რომ არავინ ტერიტორიებს ესე ფოდნოსი ჩვენ არ მოგვართმევს და არ დაგვიბრუნებს. ამიტომ ამ ილუზიებს შევეშვათ. საქართველოს უნდა განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ის უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ქვეყანა, თუმცა მარტო ესეც არ იქნება საკმარისი. მარტო ესეც არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მე ამ ხალხის ფსიქოლოგია კარგად ვიცი. აბსურდებზე მაქვს საუბარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება უცებ იქ ჰონკონგად გადაგვიქცეთ ან სინგაპურად, ხო? მხოლოდ ამის გამო ისინი არ გადააბიჯებენ იმ დახვეწილი აბსურდების საფლავებს და არ გვეტყვიან, რომ მოდით ახლა შეგვიერთეთ, მიგვიღეთ უკან. ეს არ იქნება საკმარისი. მე არ ვიძახი, რომ ომით უნდა მოხდეს აფხაზეთის დაბრუნება, მაგრამ უნდა არსებობდეს ძალიან ძლიერი ბერკეტები ზემოქმედების. და რაღაც ვითომ ჰუმანიტარული აქციები კი არ უნდა ჩავატაროთ, არამედ უნდა გქონდეს ძალიან პრაგმატული და სწორი პროქართული პოლიტიკა გატარებული როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოსთან მიმართებაში. და წარმატებებს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.